მოგესალმებით, საქმის კურსი პირდაპირ ეთერში იწყებს მუშაობას. მე ნინცა შუბაშვილი ვარ და ეკონომიკის და ბიზნესის სიახლეების შესახებ გიყვებით. ქართული ოცნების მთავრობა პარლამენტის და სამინისტროების არსენალის მთაზე ახალ საოფისე შენობებში გაძეტნას გეგმავს. ამის შესახებ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ბაზრის მოკვლევიდან ირკვევა, მთავრობა თავდაპირველად ამ პროექტის განვითარებას ორთაჭალაში გეგმავდა, თუმცა როგორც ირკვევა, პროექტის მისამართმა არსენალის მთაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 77 ჰექტარის მიწის ნაკვეთზე გადაინაცვლა. ბაზრის მოკვლევის თანახმად განეხილება როგორც კონკრეტული სამინისტროების, ასევე მთლიანად მთავრობის ადმინისტრაციის და პარლამენტის შენობის არსენალის მთაზე გადატანის შესაძლებლობაც ბაზრის მოკვლევის ფარგლებში. შემდეგი ობიექტების მოწყობა იგეგმება. პარლამენტის შენობა ფართით არანაკლებ 31350 კვადრატული მეტრი, მთავრობის ადმინისტრაციის შენობა ფართით არანაკლებ 7000 კვადრატული მეტრი, ღონისძიებების დარბაზი ფართით არანაკლებ 10000 კვადრატული მეტრი, საგარეო საქმეთა სამინისტრო ფართით არანაკლებ 750,000 კვადრატული მეტრი. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის პროექტი 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული არაა. მიწის სისტემური რეგისტრაცია სრულდება. 2026 წლის 1 იანვრიდან მიწების რეგისტრაცია მხოლოდ სპორადული წესით გაგრძელდება. აღნიშნულს პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი თვალისწინებს იმ მოქალაქეებს, ვინც სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში ვერ მოასწრეს მიწების დარეგისტრირება, საკუთრებაში გაფორმების ვადა 2027 წლის 1 იანვრამდე ეძლევათ, როგორც საკომიტეტო მოსმენაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი დგებუაძემ მიწის სისტემური რეგისტრაციის დასრულების შესახებ განაცხადა. პროცესი ფორმალურად 21 დეკემბერს იწურება, თუმცა მოქალაქეებისთვის რეგისტრაციის მექანიზმი არ შეწყდება და სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში იმავე პირობებით შეძლება დარეგისტრირებას. მისივე თქმით, შესაბამის საფასურს მთავრობა განსაზღვრავს. ის მოქალაქეები, რომლებიც ელოდებიან პასუხს სისტემური რეგისტრაციის მიმართულებით, ანუ ეს გაგრძელდება 27 წელს იმავე წესით, რა წესიც მოქმედებს 26 წელს. შესაბამისად, აქ რამე დამაბყოლებელი გარემოება ჩვენს მოქალაქეებს არ შეექმნებათ. რაც შეეხება საფასურს, ჩვენ რა თქმა უნდა ამ კრიტერიუმებით ვიხელმძღვანელებთ, რომ ეს არ აღემატებოდეს იმ ჭერს, რომელიც არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი და კონკრეტულად საუბრობთ იმ ორმა გოდენობას. კერძო ამზომველის ინსტიტუტი და ის მომსახურება გაგრძელდება იმავე წესით, როგორც ეს ხორცელდება წელს. აქ სააგენტოს ჰქონდა მნიშვნელოვანი გამოწვევები კონკრეტულ პროცესებთან მიმართებით, სადაც საჭირო იყო უფრო მეტი კვალიფიკაცია, თქვათ შეიძლება კონკრეტულ შემთხვევაში ხომ საჭირო იყო კონკრეტული კრიტერიუმების დადგენა და შესაბამისად ეს სახელმწიფო ამზომველის ინსტიტუტი დაეხმარება სააგენტოს, რომ კონკრეტულ შემთხვევებში დააზუსტოს და კონკრეტულ შემთხვევებში დააკონკრეტოს ის საკითხები, რომლებიც სააგენტოსთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია. რა შედეგები ჰქონდა მიწის სისტემური რეგისტრაციის პროგრამას და რა იცვლება მიწის რეგისტრაციის წესში? ეკა გაზდელიენი მუშაობს თემაზე და დეტალებით მომდევნო გამოშვებებში შემოგვიერთდება. უკვე ZZ2 თვეა საქართველოს ავტომობილების წმინდა ექსპორტიორია. ამის შესახებ TBC კაპიტალის ყოველთვიურ მაკროეკონომიკურ მიმოხილვაშია ნათქვამი. როგორც საინვესტიციო ბანკი აღნიშნავს, ოქტომბერში ავტომობილების იმპორტი 34% იყო შემცირებული, რეექსპორტი კი 19,1%-ით გაზრდილი. TBC კაპიტალი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ბოლო პერიოდში გაზრდილი მარაგის შემცირებისთანავე მოსაუბრელია ავტომობილებით ვაჭრობის უარყოფითი ბალანსის აღდგენაც. რაც შეეხება 10 თვეს იანვარ-ოქტომბერში საქართველოსთან უცხოეთში რეკორდული 2.3 მილიარდი დოლარის ღირებულების ავტომობილები გავიდა, რაც წლიურად 14.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 10 თვეში რეექსპორტზე სულ 93,000 ავტომობილი გავიდა, მთავარი საექსპორტო ბაზარი კვლავ ყირგიზეთია, სადაც $1.166 მილიონი ღირებულების ავტომობილები გავიტანეთ, ზრდა ამ მიმართულებით 21%-ია. რაც შეეხება იმპორტს, 10 თვეში ჯამურად ავტომობილების იმპორტი 10%-ით იყო გაზრდილი და ამ პერიოდში საქართველოში სულ $3.142 მილიონი ღირებულების ავტომობილები შემოვიდა. როგორი იყო 2025 წელი ავტობაზრისთვის და როგორია მოლოდინები უკვე მომავალი წლისთვის სტუმართან. კავკასიის ავტოიმპორტის გაყიდვების დეპარტამენტის უფროსთან ალექსანდრე ვეკუოსთან ერთად ვისაუბრებთ ამ თემებზე 15 საათსა და 30 წუთზე.
აღრიცხვის ელექტრონული სისტემა თბილისის ყველა ბაგა-ბაღში 2026 წლის 15 იანვრიდან ამოქმედდება. ამის შესახებ თბილისის მთავრობის ხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სისტემა, რომელიც საპილოტო რეჟიმში თბილისის 20 ბაგა-ბაღში სექტემბრიდან უკვე დაინერგა, მომავალი წლიდან ყველგან ამოქმედდება ბაგა-ბაღების თანამშრომლებს და აღსაზრდელებს დაწესებულებაში გამოცხადებისთანავე ბარათების დაფიქსირება მოუწევთ. მისივე თქმით, დანერგილი პროგრამა ზუსტად აღრიცხავს ბავშვთა და თანამშრომელთა დასწრებას, რაც სააღმზელო დაწესებულების რესურსების დაზოგვაში დაეხმარება. საქსტატის თანახმად 2025-2026 სასწავლო წლისთვის თბილისში სულ 190 სკოლამდელი სააღმზელო დაწესებულება ფუნქციონირებს, სადაც ჩართულ ბავშვთა რაოდენობა დაახლოებით 59,000-მდეა, აღმზელ პედაგოგების რაოდენობა კი 6,500. საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ დაასრულა დაწესებულებაში ელექტრონული დაშვების სისტემის დანერგვა. პროექტის პარალელში განხორციელდა ბარათის წამკითხველებისა და შესაბამისი ვიდეოკონტროლის სისტემის მონტაჟი, გადამზადდნენ როგორც ბაგა-ბაღების ადმინისტრაციები, ისე სააგენტოს შესაბამისი განყოფილებების სპეციალისტები პროგრამის მართვის მიმართულებით. იმართება საინფორმაციო შეხვედრები აღსაზრდელების მშობლებთან, რათა 2026 წლის 15 იანვრიდან ბავშვთა მიღება ბაღებში შეუფერხებლად განხორციელდეს. გარდა ამისა, თითოეული აღსაზრდელის მშობელს გადაეცემა მაქსიმუმ 8 პლასტიკური ბარათი, რათა დავაზღვიოთ ბავშვის აღრიცხვა ბარათის დაკარგვის ან სხვადასხვა მშობლის მიერ თანხლების შემთხვევაში. მეტი კომფორტისთვის ხელმისაწვდომი ხდება სპეციალურ პორტალზე რეგისტრაციის გზით ერთჯერადი QR კოდის გენერირება და მისი დაფიქსირება ბარათის წამკითხველზე. იუნესკომ ქართული ხორბლის კულტურა, ტრადიციები და რიტუალები არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობის ნუსხაში შეიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს უწყების ცნობით გადაწყვეტილება ნიუ-დელიში გამართულ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის იუნესკოს მთავრობათა შორისი კომიტეტის მე-20 სესიაზე მიიღეს, როგორც სამინისტროში აცხადებენ, იუნესკოს გადაწყვეტილება ხორბალთან დაკავშირებული ტრადიციების და რიტუალების აღიარების შესახებ ქართული ენდემური სახეობების მნიშვნელობის ხაზგასმა. ასეთი იყო ამ დროისთვის საქმის კურსი, ჩვენ უკვე ერთმანეთს 13 საათსა და 40 წუთში ხვდებით დროებით.